სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ანგარიშს წარადგენს და პირდაპირ ეთერში მოვისმინოთ ლევან ყიფიანის განცხადება. მოგესალმებით. დიდი მადლობა მობრძანებისთვის. საქართველოს მთავრობა ღია მმართველობისთვის ფარგლებში ჩვენ საზოგადოებას ვაბარებთ ანგარიშს იმ 2 წლიანი განვლილი გზის შესახებ, რომელიც და საქმიანობის შესახებ, რომელიც განვლო სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ. მეტად რთული და საინტერესო წლები იყო ეს ჩვენთვის. მე მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ყველა იმ უკლებრივ თანამშრომლებს, ვინც მოღვაწეობს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში. ჩვენი საქმიანობა არაფერი არ იქნებოდა, რომ არ ყოფილიყო მჭიდრო ურთიერთობა როგორც ჩვენ მეგობარ ორგანიზაციებთან, ფედერაციებთან, აგრეთვე ყველა იმ უწყებასთან და სამინისტროსთან, რომლებიც მჭიდროდ იყვნენ ჩართულნი სხვადასხვა პროექტებში ჩვენ საქმიანობაში. ჩვენი გზა, კიდევ ერთხელ განმეორდები, დაიწყო 2012 წლის ოქტომბერში და ჩვენ პირდაპირ ჩავერთეთ სპორტის კუთხით და ახალგაზრდული კუთხით რეორგანიზაციის მიმართულებით. რეორგანიზაცია ეხება იმ ინსტიტუციონალურ ცვლილებებს, რომელიც ჩვენ დავისახეთ მიზნად და სწორედ სპორტის პოლიტიკის დოკუმენტისა და ახალგაზრდობის პოლიტიკის დოკუმენტის მიღება ცხადყოფს, რომ ეს ცვლილებები აუცილებელი იყო ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი საზოგადოებისთვის. მე მოგახსენეთ ჯერ სპორტის მიმართულებით განვლილ გზას, თუ რა გაკეთდა 2 წლის განმავლობაში და შემდგომ ახალგაზრდული მიმართულებით. სპორტული კუთხით სწორედ სპორტის მართვის სისტემის ჩამოყალიბება იყო დასახული მიზანი. ყველა სამინისტრო იყო ჩართული საკოორდინაციო საბჭოში, რომელმაც შეიმუშავა სწორედ ის პოლიტიკის დოკუმენტი, რომელიც წარდგენილი იყო მთავრობის წინაშე და ეს არ გახლავთ ჩვენი სამინისტროს დოკუმენტი, ეს გახლავთ მთლიანად მთავრობის დოკუმენტი, რომელიც იქნა მიღებული და ეს ამ დოკუმენტმა უნდა დაუდოს დასაბამი სწორედ იმ ინსტიტუციონალურ ცვლილებებს, რომელიც აუცილებელია ჩვენი სპორტისთვის. კიდევ ერთხელ ვიძახი, ეს არის რთული გზა, იმიტომ რომ ამას მოყვება ის ცვლილებები, ის სამოქმედო გეგმა, რომელიც უკვე მუშავდება და წარდგენილი იქნება საზოგადოების წინაშე და შემდგომ ის საკანონმდებლო ცვლილებებიც, რომელიც აუცილებლობის შემთხვევაში საჭირო გახდება ჩვენი სპორტისთვის. ჩვენი პრიორიტეტი მინისტრი ლევან ყიფიანის განცხადებას ისმენთ პირდაპირ ეთერში და გამაგზავნებთ გამოშვებას.